აბარაშვებით ძვირფასებო, ესე იგი ლოგიკური მსჯელობა არა, სადაც მე თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში, როგორც იტყვიან. და რა ვიცი, დავიწყოთ პირველი ვარიანტი წლევანდელი ლოგიკის 2025 წლის და ჯერ მარტო პირველ ტესტს შევხედე და ეგრევე მომინდა ჩამეწერა თქვენთვის. მოცემულია წინადადებაო, რომ სინჯის ჩაბარება სავალდებულო არ არის სპორტსმენთათვის, რომლებსაც საერთაშორისო ასპარეზობის მედალი აქვთ. ჩამოთვლთაგა, რომელია მოცემული წინადადების ტოლფასი. იცი რა არის, თუ სინჯის ჩაბარება სავალდებულო არ არის ვიღაცისთვის, ეს არ გამორიცხავს, რომ სავალდებულო არ იყოს კიდე ვიღაცისთვის. გესმის? აი სიტყვაზე სინჯის ჩაბარება აქ ამ ამოცანაში ხო სავალდებულო არ არის იმ სპორტსმენთათვის, რომლებსაც საერთაშორისო ასპარეზობის მედალი აქვთ. მაგრამ მე ვარ გიო ბლესტი, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზობის მედალი არ მაქვს, ანუ მარტო სამოყვარულო ტურნირი მაქვს ჩოგბურთში მოგებული. და შეიძლება ჩემთვისაც არ იყოს სავალდებულო სინჯის ჩაბარება, გესმით, რადგანაც რაღაც ესე იგი კოლექტივისთვის და რაღაც ადამიანთა ერთობისთვის, სინდიკატისთვის სავალდებულო არ არის რაღაცა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სხვისთვის ეგრევე სავალდებულო ხდება. გესმით როგორი რაღაც არის. ხო და მაქედან უნდა გვეხელმძღვანელა რა. აბა პირველი ავერსია საერთაშორისო ასპარეზობის მედლის მქონე სპორტსმენს უფლება აქვს რომ სინჯი არ ჩააბაროს. ესე იგი ნახე როგორი რაღაც გამოდის. თუ შენ საერთაშორისო ასპარეზობის მედლის მქონე პერსონებში გადიხარ, სწორედ შენთვის არ არის სინჯის ჩაბარება სავალდებულო. სავალდებულო არ არის, რას ნიშნავს? შენ შეგიძლია ჩააბარო, შეგიძლია არ ჩააბარო, ხო? ამიტომ თუ გაქვს მედალი, საერთაშორისო ასპარეზობის მედლის მფლობელი ხარ, უფლება გაქვს რომ სინჯი არ ჩააბარო, რა თქმა უნდა, და ეგ არის სწორი პასუხი, პირველივე იქნება რა. უფლება გაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება ეს უფლება არც გამოიყენო და ჩააბარო კიდევაც სინჯი, ხო? რა თქმა უნდა. როგორც მოუნდებაო რა, აქ ეგ მინიშნებაა, ხვდებით? შემდეგ, თუ სპორტსმენისთვის სინჯის ჩაბარება აუცილებელი არ არის, მას საერთაშორისო ასპარეზობის მედალი აქვს. აი ეს ამ შემთხვევაში მოდი აუცილებელი და სავალდებულო ერთმანეთთან გავაიგივოთ და სინონიმებად ვაქციოთ, ხო? მაგალითად, გამოცდაზე რომ მიხვედი, ხო? საგამოცდო ბარათიც აუცილებელი იყო და თან პირადობა, ხო? ესე იგი სავალდებულო იყო პირადობაც და ეს საგამოცდო ბარათიც ამობეჭდილიც, ხო? და ნახე აქ როგორი რაღაც წერია, თუ ჩაბარება აუცილებელი არ არის, ესე იგი თუ სავალდებულო არ არის ჩაბარება, სინჯის ჩაბარება, ქონიაო საერთაშორისო ასპარეზობის მედალი. აი ის თემა შემოდის, მე რაზეც გელაპარაკე, რომ სინჯის ჩაბარება სავალდებულო სპორტსმენთათვის არ არის, ვისაც საერთაშორისო ასპარეზობის მედალი აქვს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ სინჯის ჩაბარება სავალდებულო არ იყოს სხვა ტიპის სპორტსმენისთვის, რომელსაც მაგალითად საერთაშორისო ასპარეზობის მედალი არ აქვს, მაგრამ აქვს სიტყვაზე რაღაც ტიპის ლიცენზია, ხო? ამიტომ თუ სპორტსმენისთვის სინჯის ჩაბარება აუცილებელი არ არის, შეიძლება მედალი არ ქონდეს, მაინდამაინც. მაგრამ ქონდეს სიტყვაზე ექიმისგან რაღაც დასტური, რომ რაღაცა აღარ ევალება, ხო? და იმ ცნობას წარადგენს და მორჩა, მაგრამ ვერ დაიკვეხნის ის იმით და ვერ იტყვის, რომ აი მე საერთაშორისო ასპარეზზე გავიბრწყინე, ხო? ხვდები? ანუ რადგან არ არის აუცილებელი, ეს არ ნიშნავს, რომ ის ტიპი ხარ, ვინც საერთო გლობალურ ასპარეზზე ესე იგი მოიგე რაღაც ტურნირი, ხო? სავალდებულო არ არის შენთვის, მაგრამ შეიძლება სხვისთვისაც არ არის სავალდებულო. მაგაზე ავტორი არაფერს გეუბნება. ამიტომ დასკვნის სახით ვერ იტყვი, რომ საერთაშორისო ასპარეზობის მედალი გაქვს, თუ ჩაბარება აუცილებელი არ არის. სინჯის ჩაბარების ვალდებულების მქონე სპორტსმენებს საერთაშორისო ასპარეზობის მედალი აქვთო. მე მგონი ეს პირიქით არის არა, იმიტომ რომ სინჯის ჩაბარება სავალდებულო ვისთვის არ არის იმ სპორტსმენთათვის, რომლებსაც საერთაშორისო ასპარეზობის მედალი აქვთ და
სინჯის ჩაბარების ვალდებულების მქონე სპორტსმენებს შორის, საერთაშორისო ასპარეზობის медали ვისაც აქვს, პირიქით არ იქნება. იმიტომ რომ ამ კლასტერისთვის სინჯის ჩაბარება სავალდებულო არ არის და აქ გევერსია აშკარად გვეწინააღმდეგება და გვეუბნება, რომ საერთაშორისო ასპარეზო რო გადავაკეთოთ, ხო? ცოტა რომ შეუცვალოთ სიტყვებს პოზიცია, გამოარო საერთაშორისო ასპარეზობის медали ვისაც აქვს, მაგას აქვს ვალდებულება სინჯის ჩაბარების. ანუ სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, სინჯის ჩაბარების ვალდებულების მქონე სპორტსმენებს შორის საერთაშორისო ასპარეზობაზე გავრწყინებული ტიპები არიან. პირიქით, ეგენი არ იქნებიან, იმიტომ რომ სინჯის ჩაბარება სავალდებულო ვისთვის არ არის, მაგათთვის საერთაშორისოზე ვინც медали მოიხვეჭა და შესაბამისად ვალდებულებაში ეგენი ვეღარ მოიაზრებიან, ამიტომ გევერსია გამოირიცხა. დევერსია თუ სპორტსმენს საერთაშორისო ასპარეზობის медали არ აქვს, მას არ აქვს ვალდებულება რომ ჩააბაროს სინჯი. ეგ არავინ არ იცის. მაგალითად, მე, გიობლესს საერთაშორისო სპორტსმენი ვარ სიტყვაზე, ხო? საერთაშორისო არ ვარ, მაგრამ მოყვარული ხო ვარ და საერთაშორისო ასპარეზობის медали არ მაქვს. მაგრამ ვალდებულება არ მაქვს რომ ჩავაბარო სინჯი. შეიძლება როგორც წერანგელაპარაკი არ მქონდეს ვალდებულება. რაღაც კატეგორია კიდე იყოს, ვისაც არ ევალება სინჯის ჩაბარება. ხო? მაგრამ შეიძლება მქონდეს კიდევაც ვალდებულება, ხო? ეგეც დაუზუსტებელია. აი ნახე როგორი რაღაცის თქვა მინდა, მაგალითად, აი გამოცდაზე სპეციალური პირობების მქონე ბავშვები რო არიან. იქ ხო ჩამოთვლილია, ამას ემატება დრო, ამას ასეთ ადამიანს, ხო? ანუ დრო ემატება ერთი ტიპისასაც, მეორე ტიპისასაც, მესამე და ასე შემდეგ. ანუ აქაც სავალდებულო სინჯის ჩაბარება არ არის მათთვის, ვისაც საერთაშორისო ასპარეზობის медали აქვს, მაგრამ სავალდებულო შეიძლება არ იყოს ასევე სხვისთვის. ვიღაცა მაგალითად რა ვიცი, მოყვარული სპორტსმენისთვის, რომელსაც როგორც გითხარი, რაღაცა ლიცენზია აქვს, ხო? ან ექიმისგან ცნობა. მაგრამ თუ медали არ გაქვს აპრიორი, ეგ იმის გარანტიას არ გაძლევს, რომ ვალდებულება არ გექნება, რომ სინჯი ჩააბარო. შესაძლებელია ეს იქნას გაგებული როგორც ხისტი წინადადება. რა თქმა უნდა, არსებობს მაგის ალბათობა. რომ ავტორი იმას გულისხმობდეს, რომ ლოგიკა რა არის? ლოგიკა დგას სიტყვა დაშვებაზე, ხო? და უნდა დაუშვათ, რომ სინჯის ჩაბარება სავალდებულო თუ არ არის იმ სპორტსმენთათვის, რომლებსაც საერთაშორისო ასპარეზობის медали აქვთ. ამაც გარდა ყველას შეიძლება ევალებოდეს, ამიტომ დეც გამოირიცხა მაგ პერსპექტივით, თუ საერთაშორისო ასპარეზობის медали არ გაქვს, შესაძლებელია კონდეს ვალდებულება რომ ჩააბარო სინჯი. სინჯის ჩაბარების ვალდებულების არ მქონე არც ერთ სპორტსმენს არ აქვს საერთაშორისო ასპარეზობის медали. ეს წინადადება ისეთია, კიდე უნდა იქნას გადაკითხული, ხო? სინჯის ჩაბარების ვალდებულების არ მქონე არც ერთ სპორტსმენს არ აქვს საერთაშორისო ასპარეზობის медали. ნახე, სინჯის ჩაბარება სავალდებულო არ არის სპორტსმენისთვის, ვისაც საერთაშორისო ასპარეზობის медали აქვს, ხომ ასეა? ეხა მე დაგიხატავ სამ კაცს, ეს არის ჩემი ხატვის მაქსიმუმი. მეც მართლა ვერ ვაკეთებ. ხო, და ნახე, ამას აქვს медали, ამას არ აქვს და ამასაც არ აქვს. ხო, ნახე როგორი რაღაც გამოვიდა. ყველანი, დავაწეროთ, რომ ყველანი სპორტსმენები არიან. არ გვინდა ხო მაგ ლოგიკაში შეჭრა, რომ სიტყვაზე რაღაცა ვიღაცა არის მასწავლებელი, ვიღაცა არის კოსმონავტი და ასე შემდეგ. აი ნახე, სინჯის ჩაბარების ვალდებულების არ მქონე სპორტსმენები არიან ესენი. რატო? იმიტომ რომ ამას არ აქვს медали. ამას არ აქვს медали. ამას აქვს медали, საერთაშორისო медали, ხო? ეხა ნახე, ჩვენ რა ვიცით, რომ სინჯის ჩაბარება ვის არ ევალება? სავალდებულო ვისთვის არაა, ვისაც საერთაშორისო ასპარეზობის медали აქვს, ხო? და ეპასუხი გვეუბნება, რომ სინჯის ჩაბარების ვალდებულების არ მქონე, ანუ ვისაც არ აქვს ვალდებულებაო, მაგათგანო არც ერთ სპორტსმენს არ აქვს საერთაშორისო ასპარეზობის медаლიო. რატო? სამი ადამიანი შეიძლება იყოს და სამივე სპორტსმენს არც აქედან არც ერთს არ კონდეს
სინჯის ჩაბარების ვალდებულება. ვისაც მედალი აქვს, არა აქვს სინჯის ჩაბარების ვალდებულება, ამიტომ უკვე გვყავს ეგეთი ტიპი, ვისაც საერთაშორისო ასპარეზობის მედალი აქვს და გვეუბნებოდა ავტორი რომ არ აქვსო, მაგრამ სხვა ვიღაცას ლიცენზია აქვს, სხვა ვიღაცას ექიმის ცნობა და მაგასაც არ ევალება სინჯის ჩაბარება, ანუ სხვა კატეგორიად შეიძლება არსებობდეს, როგორც კი ლაპარაკე და მაგ თვალსაზრისით ეპასუხი რომ შევაჯამოთ არასწორია, იმიტომ რომ კიდე ერთხელ გეუნები, რატო? იმიტომ რომ აქ გეუნება რომ ვისაც არ აქვს ვალდებულება რომ სინჯი ჩააბაროსო, არავის არ აქვს ასპარეზობის მედალიო. რა თქმა უნდა, პოტენციურ რეალობაში თეორიულად შეიძლება ეგეთი არც არავინ არსებობდეს სამყაროში, ხო? ვისაც საერთაშორისო ასპარეზობის მედალი აქვს და სხვა კლასტერი, სხვა სინდიკატი მოიძებნებოდეს, სხვა ადამიანთა ერთობა, ვისაც მედლები არ აქვს, მაგრამ არც მაგათთვის იყოს სავალდებულო ჩაბარება სინჯის. მაგალითად, ამ ტიპისთვის არ არის სავალდებულო, ამ ტიპისთვის არ არის სავალდებულო, მაგრამ მაგ ტიპების გარდა ეპასუხი გეუნება, რომ შენო ვერ იპოვიო, ვისაც მედალი ექნებაო საერთაშორისო ასპარეზობის მქონეო და ვალდებულებაც რომ არ კონდესო ეგეთი ვერ იქნებაო. როგორ არა? აი ნახეთ, გამოვაჩინე. სინჯის ჩაბარების ვალდებულების არ მქონე ტიპია ეს სპორტსმენია და რა არ აქვს საერთაშორისო ასპარეზობის მედალი? აქვს, ხო? ამიტომ პირველივე იქნებოდა აქ სწორი პასუხი და როცა სწორი პასუხები დაიდება, რა თქმა უნდა, აი ეს არის ავერსია სწორი პასუხი, რომ წინადადების ტოლფასი ნიშნავს იგივე წინადადება გადმოცემული განსხვავებული რა კურსით, იგივე სიტყვები შეიძლება არ იქნას გამოყენებული, მაგრამ აზრი და დედაარსი, ანუ შინაარსი იგივე უნდა იყოს დატოვებული, ხო და თუ შევაჯამოთ, თუ სინჯის ჩაბარება სავალდებულო არ არის სპორტსმენთათვის, რომლებსაც საერთაშორისო ასპარეზობის მედალი აქვთ, მაშასადამე თუ შენ გექნება საერთაშორისო ასპარეზობის მედალი და ხარ სპორტსმენი, შენ მხოლოდ და მხოლოდ უფლება გაქვს, რომ სინჯი არ ჩააბარო. სავალდებულო არ არის, ნიშნავს, რომ აი მაგალითად კალმის მიტანა სავალდებულო არ იყო გამოცდაზე. მაგრამ შენ უფლება გქონდა რომ არ მიგეტანა კალამი, თორე შეგეძლო მიგეტანა კალამი კიდევაც. ანუ ამ ტიპებსაც აქვთ უფლება რომ სინჯი ჩააბარონ, ისევე როგორც აქვთ უფლება რომ არ ჩააბარონ, ხო? აი ეს არის ტოლფასი წინადადება და იმედია ამაში ერთი ქულა ავიღეთ. კარგი, მადლობა.